ქალაქ ფოთის თეატრალური ცხოვრება კვალდაკვალ მისდევს საქართველოში თეატრის დაარსების წლებს. სასცენო ფარდა ამ ქალაქში პირველად 1879 წლის 29 ივლისს აიწია. ამ დღეს თეატრალური კომიტეტის დასმა სამი წარმოდგენა გამართა ფოთელი მაყურებლისათვის. 1892 წლის 17 თებერვალს მაყურებელმა აკაკი წერეთლის ბუტიაობა და ალექსანდრე თუთაევის სოფიო იხილა. იმავე წლის 10 აგვისტოს ქალაქს ალექსანდრე ყაზბეგი და ლადო მესხიშვილი ეწვივნენ, რომლებმაც დრამა სამშობლო დადგეს ხუთმოქმედებად. სანავსადგურო ქალაქის სცენის მოყვარული საზოგადოების თავყრილობის ადგილად მაშინდელი კლუბი კომეტა იქცა. ფოთმა ღირსეულად უმასპინძლა ქართული თეატრალური დასის პირველ გასტროლებს. თავადმა ჯამბაკურ გურიელმა თეატრალიზებული დახვედრა მოუწყო საქართველოს პირველ თეატრალებს. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ფოთი საკუთარი თეატრალური ცხოვრების დასაწყისისთვის ემზადებოდა. აქედან გამომდინარე, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი წერილი არის, როდესაც ვალერიან გუნია წერდა ნიკო ნიკოლაძეს, რომ ამ ქალაქს ჭირდება თეატრი. ამ ქალაქს ყავს უკვე მაყურებელი, რომელსაც აქვს მოთხოვნა, რომ კონდეს თეატრი. და სხვათა შორის ნიკო ნიკოლაძემ თავის საარჩევნო პროგრამაში დიდი ასოებით შეიტანა, რომ მისი მიზანი იყო, რომ ფოთში აშენებულიყო თეატრისთვის ბინა, შენობა. და უკვე ნიკო ნიკოლაძეს ეს გეგმა ვერ განახორციელა, გამომდინარე იმ ისტორიიდან, რომელიც ამ პიროვნებას ცხოვრების ბოლოს, ფოთში მოღვაწეობის ბოლოს ჰქონდა, ტრაგიკული ისტორია სხვათა შორის. ამის შემდგომ უკვე ისტორიული თარიღი, რომელიც მნიშვნელოვანია ფოთის თეატრისთვის, ის არის 1925 წელიწადი, როდესაც იუზა ზაგდალაშვილი უკვე აყალიბებს ფოთის დრამატულ თეატრს. და ფაქტობრივად ამ ქალაქში თეატრის ისტორია, როგორც მისი საკუთარი ავტონომიური, იწყება სწორედ ამ თარიღიდან, როდესაც ეს ძალიან კარგი და საინტერესო პიროვნება უკვე ქმნის და აყალიბებს თეატრალურ დასს და ფოთში ჩნდება უკვე პიროვნებები, რომელსაც სტატუსი აქვს, მსახიობი და ძალიან საინტერესო ისტორიებია სხვა შორის, როგორც ცნობდნენ ამ ადამიანებს. განსხვავებული ადამიანები. სწორედ ამ სიტყვებით იხსენიებდნენ მათ შავიზღვისპირა ქალაქში. ვლადიმერ გამყრელიძე, ალექსანდრე ყალაბეგაშვილი, ნინო ჩიხლაძე, ვარლამ ჩხიკვაძე, შალვა ჯაფარიძე, ქეთო ორაგველიძე. ამ დღიდან ფოთელებს საკუთარი მსახიობები ჰყავთ, რომლებიც უყვართ და პატივს სცემდნენ. 1928 წელს საბჭოთა რევკომის გადაწყვეტილებით დრამატულმა თეატრმა სახელწოდება შეიცვალა და იგი მუშათა თეატრად გადაკეთდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ნიჭიერი რეჟისორი ბორის გამრეგელი. 1926 წლამდე თეატრს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი რეჟისორები გიორგი ჟურული და გრიგოლ ლაღიძე. სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ფოთის თეატრის ცხოვრებაში 1926 წელს, როდესაც ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით სანავსადგურო ქალაქში ახალგაზრდა რეჟისორი ნიკო გოძიაშვილი ჩამოვიდა. მისი თაოსნობით ფოთში პირველი მუდმივ მოქმედი თეატრალური დასი შეიქმნა. ის ჩამოვიდა ფოთში 30 აგვისტოს და აქედან უკვე ახალი ეტაპი იწყება ფოთის თეატრის ისტორიისთვის, იმიტომ რომ სადღაც 6 ნოემბერს უკვე გაიხსნა გადაკეთებული ტაძარი, რომელიც გადააკეთეს თეატრად. სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, როდესაც ეკლესიის გრევაზე მიდგა საუბარი, მაშინ კომიტეტმა გამოიტანა თორმე ეს დადგენილება, რომ ამ შენობის დანგრევა დემონტაჟი ძალიან ძვირიჭდებოდა და აი ხაზს უსვამთ ხოლმე, რომ ის რომ თეატრი შევიდა იმ შენობაში, მაშინდელ ტაძარში, აღმოჩნდა იმ შენობის გადარჩენის, ასე ვთქვათ, ფაქტი და არგუმენტი, იმიტომ რომ დაენგრიათ ის შენობა, იქნებოდა ისეთივე
მოგონება, როგორიცაც ხა დღეს კომენტას ვიგონებთ ჩვენ, რომ ეს შენობა სადღაც იყო და არ ვიცით როგორი იყო, სად იყო. ფოტო არ არსებობს? არა, ფოტო არ არსებობს, მხოლოდ მოგონებები იმ კომენტაზე, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. 1936 წლის 11 ნოემბერს საღამოს 7 საათზე პრემიერა შედგა. ეს იყო ვაკელის შამილი. ამ დღეს ფოთელმა მაყურებელმა პირველად იხილა საკუთარი მსახიობების მიერ დადგმული სპექტაკლი. ეს დღე იყო ისტორიული და მნიშვნელოვანი ფოთის თეატრის ისტორიისათვის, რადგან სწორედ ამ დღეს იგი ხელოვნების სამმართველო სისტემაში შეიყვანეს როგორც სახელმწიფო თეატრი და დამტკიცდა მისი მუდმივ მოქმედი შტატი 114 ერთეულით. შემდგომ საბჭოთა კავშირის დროს ორჯერ შეუცვალეს სახელი თვითონ ფოთის თეატრს, იყო დრო, როდესაც მას ბერია სახელიც კი ერქვა, რამ გარკვეული პერიოდი და აფიშებიც არის სხვა შორის შემორჩენილი, რომელზეც თეატრი მოიხსენიება როგორც ბერია სახელობის. 1963 წელს მას მიენიჭა უკვე ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ამ სახელს ატარებს ნამდვილად ღირსეულად. წლების მანძილზე ფოთის თეატრი საკუთარ ხელწერას და სტილს ამკვიდრებდა. სხვადასხვა სეზონებში ფოთის თეატრის სცენაზე მუშაობდნენ ცნობილი რეჟისორები და თეატრალური მოღვაწეები. მათ თავიანთი განუმეორებელი კვალი დატოვეს ფოთის თეატრალურ ცხოვრებაში. სცენაზე იდგმებოდა ქართული, რუსული და მსოფლიო კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც თეატრის სავიზიტო ბარათად იქცა. წელს თეატრი გასტროლებზე იმყოფებოდა თბილისში და დედაქალაქის მაყურებელს რუსთაველის სცენაზე წარუდგინა საუკეთესო სპექტაკლები. ამავე წელს ფოთში აღინიშნა ქართული თეატრის დღე. ცნობილი რეჟისორის ლევან მირცხულავას ძალისხმევით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ფოთის როგორც თეატრალური ქალაქის მნიშვნელობას. რეჟისორებმა ლევან მირცხულავამ, ოთარ ცერაძემ, ალექსანდრე ჯანელიძემ, ზურაბ სიხარულიძემ, ბადრი კობახიძემ ფოთის თეატრის მსახიობებთან ერთად თავიანთი ახალი სპექტაკლებით კიდევ ერთხელ გაუთქვეს სახელი ფოთს საქართველოსა და იმდროინდელ საბჭოთა კავშირში. ღეროდი და აქედან ხშირად მიწევდა იმ შენობაში, ეს უცნაური ლამაზი შენობა. საბავშვო სპექტაკლები მახსოვს, თუმცა სახელს ვერ ვიხსენებ ახლა, მაგრამ ხშირად მიმართებოდა საბავშვო სპექტაკლები, რომელთაც ჩვენ დავყავდით სკოლა, აბონემენტები ჰქონდა და მიდავდიოდ, თორე ისე უკვე იმ ეტაპზე, როდესაც მე უკვე თეატრში დავდიოდი, ფოთში არ ვიყავი სამწუხაროდ და მით უმეტეს, რომ ის მძიმე პერიოდი აბსოლუტური რეგრესი ფოთის თეატრისთვის, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა არანაირი რესურსი, რომ პროდუქტი შეექმნა, სპექტაკლი დაიდგა. იმიტომ რომ ეს 2000-დან 2005 წლამდე ის იყო ურთულეს პერიოდი ამ თეატრისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად მას ყველა რესურსი იმისთვის, რომ შეექმნა პროდუქტი აკლდა. მას ჰქონდა რთული დაფინანსება, მას არ ჰქონდა თანხა იმისთვის, რომ სპექტაკლი შეექმნა და ფაქტობრივად მიდიოდა ყველაფერი იქითკენ, რომ როგორმე თეატრის თემა გამხდარიყო არაპოპულარული. კი, ეს ურთულესი ამ ურთულეს წლებში ჩაიბარა სხვა შორის ახალგაზრდა კაცმა თენგიზ ხუხიამ ეს თეატრი, რომელიც ყველასთვის იყო ამგებიანი თემა, მოდი ესე ვთქვათ და შემდგომ უკვე სწორედ მისი ხელმძღვანელობით გადავიდა დასი, რომელმაც აი ამ უმძიმეს პერიოდს გაუძლო, გადავიდა პატარა შენობაში და უკვე აღმავლობის ხანა, ასე ვთქვათ, იქიდან იწყება. ის შენობა, რომელიც აგებული იყო როგორც ტაძარი, უკვე დაუბრუნდა თავის ისტორიულ მეპატრონეს, მემკვიდრეს, ეკლესიას, ხოლო ფოთის თეატრი დარჩა ფაქტობრივად შენობის გარეშე. ამას დაემატა ის რთული პერიოდი, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა თეატრსა და ეკლესიას შორის. ეს იყო ძალიან სენსიტიური თემა, რომელიც გადალახა ქალაქმა ისე როგორც გადალახა, თუმცა არ იყო ადვილი არც ერთი მხრისთვის და არც მეორე მხრისთვის. იმ გულისხმობ იმას, რომ ეს არის ერთი პატარა ქალაქი, რომელშიც ყველა ერთმანეთს იცნობს, პატივს სცემს. ანუ რეალურად ეს დაპირისპირებას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ
იქ სადაც დაპირისპირება არის ერთ ხელის მოქნებით და ჯოხის საქმებით, ესე ჯადოსნური ჯოხის საქმებით, უცებ არ ვარდება ასეთი პრობლემა აქვს. დაპირისპირება არის, ალბათ იყო უფრო არასწორი კომუნიკაციის ბრალი და ჩვენ შევძელით ამ სწორი კომუნიკაციის დამყარება, დავჯექით, დავსხედით ერთად და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც კარგი იქნებოდა მოგებიანი იქნებოდა თეატრისთვისაც, ქალაქისთვისაც, ეკლესიისთვის, რა თქმა უნდა და ეს ნელ-ნელა ჩვენ მივედით იმამდე რომ დღეს ფოთს აქვს არაჩვეულებრივი ტაძარიც და ფოთს აქვს არაჩვეულებრივი თეატრის შენობაც. და რაც ყველაზე მთავარი არის ეს დამოკიდებულება ერთმანეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკლესია და თეატრი. Oskar, coach. იდეა. როგორც იქნა გაზაფხულიც მოვ იგორ პეტროვიჩ აი თქვენ კი იგვიან შემოდი. არა, წადი. ვიდო შემოდი. Машо! Машенька! იგორ პეტროვიჩ Маша! Машенька! კეთილ ათუდას თქვენზეც მეკრები როგორ ვიქალია რომ აქაც ისიც ალბომებიც ჩამოვიდა სერიადი ყველას მიხარი როგორ დავეკით სიტყვას როგორ დაჩაჩანა მეკიჯეროცის Зайцев паса, драгерас, чем? Зайцев, хо, завда и кадия, дренас, эдре, о, равас кивили, таскасо, кивили, эдре, кадия, чаерте, вино, чаерте. სანამ ამ შენობაში გადმოვიდოდით, მანამ 9 წელი ჩვენ შედარებით მცირე ზომის, კი არა, ბევრად უფრო მცირე ზომის შენობაში ვიყავით. იმ პატარა შენობაში გადასულით ფოთის თეატრისთვის აბსოლუტურად ახალი ერა იწყება. რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ თეატრი, რომელიც აბსოლუტურად იგრძნობოდა, რომ არავის არ ჭირდებოდა, უცებ გახდა ძალიან პოპულარული, უცებ გახდა ძალიან ესეთი სავიზიტო ბარათი ფოთისთვის, იმიტომ რომ 2007 წლიდან მაგალითად ევროპის ქსელების წევრი გახდა ფოთის თეატრი, რომელიც პატარა შენობაში მოღვაწეობდა, 2008 წლიდან უკვე საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელის წევრი გახდა და უფრო მეტის კომპროდუქციებიც კი შესთავაზა თავის მაყურებელს. აი ეს არის რომ არ არის რა. აქ რეჟისორის მე ვარ, დრამატურგის და ისიც გამიგეთ. ღმერთი ვარ, მე დამომიტეს, ღმერთი. როგორც ვებხედავ, თქვენც ისე უნდა დაინახოთ. იმიტომ კი არა რომ რაღაცასია საჭირო. 300 კიდე 200 ვამატებ. 5 დაიქნება. რო შეიცვალა ხმებო, დრო. აბა, დანარჩენს ვერეგეთ დრო. დანარჩენს იგარ პეტროვიჩ. 2007-ში ფოთის თეატრი გახდა ევროპის თეატრების ქსელის წევრი, ეს არის ITM-ი, სადაც დაახლოებით 500-მდე თეატრი არის გაწევრიანებული. ამ გაწევრიანებამ ჩვენ მოგცა საშუალება დავმეგობრებოდით ძალიან ბევრ ჩვენს კოლეგას. შესაბამისად 2008-ში უკვე იყო პირველი კოპროდუქცია რალფ ზიბელტი, ანუ გერმანელი რეჟისორი, ჩამოვიდა ფოთში და პირველი კოპროდუქცია იყო ჩვენი ფირთხებზე ნადირობა, რომელიც სხვათაშორის ბათუმის თეატრშიც ჰქონდა ჩატანილი და კიდე სხვა ფესტივალებზე მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში. შემდეგ იყო თორსტები ბელორუსი რეჟისორი, მერე იყო პოლონელი რეჟისორი, მერე იყო ავსტრიელი რეჟისორი და ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას. წერილი? დაწერია მან. ხო გვარტმანი შავი მეუბნით ეს რა არის? ციგნი საიდუმლო დამწერლობაზე გადავაგდოთ, რა ვჭირდება? ერთი შეგედეთ აქ დრამას. აბა რა გაქვს? სახალხო სკოლა, ოტარინგი, პროფესორ ჰანს ჰებერის მოხსენება. ადრე ისტორიული თავის ქალის საგანძური პალესტინაში. შენ რა, პეტროვანიობის მარტვილის გახსნა გინდა? ძალიან სასაცილოა. ნუ იცი იმაზე რისიც არაფერი გაგიგება. იცით რა არის, მე რაც მოვედი შეიძლება ეს რაღაც ცოტა ის არის რეჟისორული ეგოიზმი თუ რა დავარქვა ამას, მე მაინც ვთვლი რომ
რეპერტუარი უნდა რაღაც ფორმირებას უნდა ფორმირდებოდეს რეპერტუარი რა თეატრს უნდა ქონდეს თავისი სტრატეგია, თავისი მიმართულება, თავისი რაღაც თვალსაჩინო და თვალხედვა. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხა ძალით არ ვახავთ არავის თავს. არაფერს, მაგრამ ნუ ჩვენი წინადადებიდან გამომდინარე დგავენ და ეძებენ. ზოგჯერ არის რომ კონკრეტული პიესა გვაქვს და კონკრეტულ პიესაზე ვეუბნებით რომ აი ეს უნდა დადგა. პოლნელმა რეჟისორმა თქვა დადგა ჩვენთან ორი სპექტაკლი, ჩარეცხილები და ჩემ ბაღში ომია და ორივე სპექტაკლი გამოირჩევა რაღაცა დადგმის კულტურით. იცით, აი არაფერი ზედმეტი არ არის, აი ზედმეტი ხმაური არ არის, არაფერი ზედმეტი არ არის და ხშირად ქართულ თეატრი ვართ ამით ავად, რომ ცოტა ყველაფერი ზედმეტი გვიყვარს, აი გადაჭარბებული და ეს მხარე თქვათ რაღაცა ეს მომენტი თეატრალურ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ზომიერების გრძნობა. დივას ადეგი და გახვედი ქუჩაში. ხო? მე დიგა ქუჩაში გასულიყო ყველას აქვს. შენს მაჩოეს თუ შენ სიბაძარში ვხედავ. ხო, რა. ევკილობე ჩიც კი ჩაც მიყა. შენს ფიზიონომიას ხო უყურებს ხალხი? უყურებს, იმიტომ რომ შენ ხარ ჩვენი ერის სისხლის სისხლთაგანი. ხორცი, ხორცთაგანი. შენ ისე ჩვენი ერის მიდან უნდა იყო ნამ. შენ ახლა მე უსო დავაგაგა. ეს მეტაფორები ლაპარაკები ახლა მოდი. მე მაგია, მაინტერესებს გავაგებია რომ შენ ჩვენი შეურაცხყოფის უფლებას აქვს და რა შანსია და რა მოდი. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ჩემს გავლენას. ესე იგი როგორ იყო? ამ ხნის განმავლობაში თეატრმა შეძლო ძალიან საინტერესო სპექტაკლების შექმნა. შესაბამისად შეძლო ძალიან ბევრი კოპროდუქცია შევთავაზე ჩვენს მაყურებელს. იყო ძალიან ბევრი საინტერესო გასტროლი, როგორც საქართველოს ფარგლებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ძალიან ბევრი საინტერესო ფესტივალი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის თეატრის ზრდა და შესაბამისად გაცნობა იმ ტენდენციების, რა ტენდენციები არის დღეს სხვა ქვეყნებში და რა მიმართულებით მიდის საერთოდ თეატრი ევროპაში. ეს რა გავაკეთე? ეს რა ჩავიდინე? შენებუნები. თავისუფლება მოიგო შეკრეტი. ეხლა რა დაბრუნდები? მანამ დეცარ დაბრუნდებოდი შეიდიოთ. თავისუფლება. ეს რა არის შენებანია შენი? ო, შენებანია. სპარტაკის როგორ ხდება? არადელის სპარტაკის როგორ ხდება? და მე სახში დაბრუნდა ვარის მიშენ. ყველაზე ძირითადს და ყველაზე მთავარს მატებს, იმიტომ რომ მატებს იმას ადამიანი უყურებს რა ხდება. ეს იგივეა რომ წაიკითხო, ბევრი წიგნი რომ წაიკითხო, იქნება უფრო ჭკვიანი, ვიდრე თქვა ერთი წიგნი წაიკითხო. ხდება ხომ პირიქითაც. როცა ბევრს კითხულობდათ ყველა, მაგრამ მაინც უფრო მსახიობი უყურებს, თქვა პოლონეთში ვნახეთ, ახლა ფესტივალზე ვიყავით, რაღაც არაჩვეულებრივი სპექტაკლები ვნახეთ, რამაც თქვა ну რაღაცას გიხსნის რაღაც ხედვას თუ რაღაცას მსახიობსაც, რეჟისორსაც, ყველანაირად ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მე მგონი რომ სახელმწიფო უნდა ახალისებდეს ამას. როშა, გასაფულისდება რა? დაუშვი. მაშინ. ვიღაც მოდის მაშინ. მოდის გასაფულ. მოდის თეატრი გასაფულ. დამძინარებული. სისხლებს სიარეს. იგი სანამ შეგიზრია ვიკიტიკე. ვიკიტიკე, კარგია, ჭირკიტი შემოვიდა. ჭირკიტი შემოვიდა, ჭირკიტი შემოვიდა, ბრიად, შენი. გაი გასტროლებს როდის მივდივა? ვიღაცა ხუთი მოიხადე და გასტროლებს ანახეთ, როზე? უმასპინძლეთ ძალიან ბევრ თეატრს, როგორც ქართულს, ისე ჩვენს უცხოელ მეგობრებს.
ჩვენ შევძველით მემორანდუმის გაფორმება და ძალიან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ჩვენს პოლონურ თეატრებთან, ჩვენს კოლეგებთან და ჩვენ მხოლოდ ევროპით არ შემოვიფარგლეთ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ირანულ თეატრთან, ჩვენ ეხა ფესტივალზე უკვე ველოდებით ჩვენს მეგობრებს ჩინეთიდან, ჩვენ ფოთში ყავდა ნორვეგიის თეატრი და რეალურად მაშინ დაფიქსირდა, რომ ნორვეგიის თეატრი პირველად იყო საქართველოს საერთოდ ნამყოფი და გასტროლი ნორვეგიულ თეატრს ჰქონდა პირველად და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და შესაბამისად ჩვენ ამ ურთიერთობებზე ვაგებთ მომავალ გეგმებს და ვფიქრობ, რომ ეს თეატრისთვის ძალიან კარგი არის. რატომ ელაპარაკები? რეჟისორი ვარ. ჯაგარამა, გასპიბურე. ჯაგარამა, დეტასპიდირე. დაგჭეჭა ფეჟრაზე არ დავბედები. პრემიერასაც გამოუშვებ. აი, გასროლებზე სამ. ეს გასროლები ჩემი დაღუპულის ძმების ხსოვნას მინდა მიუძღვრებ. აი, ეგრე. დააძილე. აი, ასე მუშაობა ძალიან რთულია. ვცდილობთ, რომ ამას მაქსიმალურად დიდი ყურადღება დაუთმოთ მოზიდვას მსახიობების და ვეძებთ ახალგაზრდა მსახიობებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვა წარმატებულ მსახიობებს, აი რამაზ ვესელიანი არის ჩვენთან. ბევრი ახალგაზრდა მივიღეთ, თქვა ვაფინანსებთ ფოთის მიზნობრივ ჯგუფს, რომელიც ბათუმში სწავლობს და რომელიც როცა დაამთავრებს სწავლას, ისინი ვალდებული არიან 5 წლის მანძილზე ფოთის თეატრში იმუშაონ. ესე თქვა, ამაზე ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, და ამაზე ვმუშაობთ. რა დასი გაიზარდოს. გვაკლია მსახიობები გულახთ თეატრში, რაოდენობრივად გვაკლია. იმიტომ რომ ეხლა პეტერბურგი კი ამბობს, რომ იდეალური თეატრალური დასი არის 22 კაცი, მაგრამ რეალობაში პრაქტიკაში არ არის ესე, იმიტომ რომ ალბათ კერძო თეატრისთვის შეიძლება, როცა თქვა ერთი სპექტაკლი იდგმება და თქვა იმ ერთ სპექტაკლს ყიდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როცა არის სახელმწიფო სარეპერტუარო თეატრი, თქვა ალბათ მე ვფიქრობ, რომ ერთი 40 კაცი მაინც უნდა ყავდეს დასში, რომ რაღაც იყოს რაღაც სტაბილურობა, ხან ვიღაც ავად გახდება რაღაც სპექტაკლის მოხსნა გვიწევს. მოგეხსენებათ ახლა ეს ბევრი გადაღებები, სერიალები, ესე ვთქვათ, მსახიობები დაკავებულები არიან და ეს მარტო ჩვენი თეატრის პრობლემა არ არის, ზოგადად მსოფლიო თეატრში ესე ხდება, რომ ახლა რაღაცა ტელევიზიასთან და დაკავშირებით ეს ტელევიზიები ძალიან იზიდავს მსახიობებს, ხდებიან წამყვანები და ასე შემდეგ და სერიალებში თამაშობენ და ეს პრობლემა, ამიტომ მსახიობები ჩვენ რეალურად გვაკლია. თქვენ იცით? მე მთელი 3 საათი დამჭირდა იმისთვის, რომ მას ეთქვა ჩემთვის. გოგო, მე თქვენმა ძალიან კარგად იცნობთ. და ძალიან თუ დარიჩხუბოთ. შეიყვარეთ. თორემ იმპულს, რომელსაც მე თქვენ ყოველდღე გერმანიიდან გიგზავნით, უკან გოგხობთ. ეხლა ის აქ არის. სადარბაზოში მელოდებოდა, სანამ ჩემს ნიშანს არ მიცემ, მანამდე არ შემოვა. კუკუ! კუკუ ქვიაკებს. ეს ჩვენი ნიშანია. კუკუ! სასტრაფოში არ გავეყო. იცოდეთ ეს იარო მოიქეცი, მე ხო არ ვარ, ყველაფერი მესმის. შესანიშნავი სპექტაკლები იყო ფოთის თეატრში და დღესაც გვაქვს ეს რეპერტუარში, ვთქვათ, მორფი მომწონს ძალიან. ირაკლი გოგიამ დადგა მორფი, რომელიც იყო ჩემამდე დადგმული სანამ მოვედი და დღეს არის ეს სპექტაკლი რეპერტუარში და მე ვთვლი, რომ საეტაპო სპექტაკლია, იმიტომ რომ იქ რაღაცნაირად ისეა დადგმული ეს სპექტაკლი, რომ მსახიობი რაღაც ახალ სივრცეში და ახალი თამაშის პირობებზე გაყავს მსახიობი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ძალიან. ეს ქვეყანა ისე არ მაინტერესებს, როგორც მას მე არ ვჭირდები. ეს დღიურები უნდა დავწერო ჩემი სამართლო ცხოვრება არავინ წაიგის. შეჭერდი, გახვეწებით შეჭერდი. ეს დღიური გამთხილება იქნება. ახლა რა საქმეა? ასე ვერ გადავეშურია. იქიმო დაბრუნდი საკურნალოდ ხარ? არა, გამიკეთე. გამიკეთე შეძლო. არა, იქიმო მეფახი. მაშინ არაფერი არ მაინტერესებს, ისთვის გამოიგონეს სპორტი. ისთვის იმკურნალებ ხოლმე წამების გარეშე. მეკულელი არა ვარ.
ესევე იყო ძალიან კარგი სპექტაკლი პილონი. პილონი იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც ვერ აღვადგინეთ, იმიტომ რომ აი გოგოს პრობლემა გვაქვს. ახალგაზრდა გოგო ყავს მსახიობები, მაგრამ ნუ ზოგი ვთქვათ იმას ამპლუაში იმ ახალგაზრდა გოგოს არ ესადაგება, რომელიც ესადაგება ორსულად არის ახლა და ესე ვერ თამაშობთ იმას, თუმცა შესანიშნავი სპექტაკლია. გერმანული სპექტაკლი, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, ორკაციანი ნადირობა, ვირთხებზე ნადირობა. აი ასე, დაგვის, მთელი კუბომეტრი. ამას გამომშიგნა. ხელთათმანები, 1, 2, ბარიერთან. კონსერვები, 1, 2, 3. ჯიბის ფარანი. ფარანი, გადავაგდოთ, მომიშორო. კიდევ რაღაც სიცხეა, გადავაგდოთ. მაშკელი, ფანქარი, მანქანის ნაწილები, ეს მომიშორო. მანქანის ნაწილები, აი ასე, მომიშორო. რინო, გონი კარგი? ბაჩონე, რინო. აი შევახსა საუღია, განადგურდეს. გადაგდეს. ჩვენ არ გვაქვს იმაზე ორიენტირება, ვთქვათ, რომ დაიდგას წელიწადში 11 სპექტაკლი და იყოს მარტო ერთი სკამი სცენაზე. ვთქვათ, გვერდჩევნია დაიდგას 5, მაგრამ რეჟისორი არ იყოს შეზღუდული. თუმცა ეს, ვთქვათ, მიდის ახლა იგივე პრობლემა დაფინანსების პრობლემასთან, ვთქვათ, ფინანსები შეიძლება, ვთქვათ, ერთ სპექტაკლზე გჭირდებოდეს, ვთქვათ, სიტყვაზე 30,000 ლარი, ისე პირობითად ვიძახი და ეს 30,000 ლარი გაქვს, ვთქვათ, რაღაც თვეებზე გაწერილი. აი ცოტა აი აქ სირთულეები გვაქვს. მაშინ კიდევ ერთხელ გეკითხე. გამომტანით ცოლ. თქვით კი დასტურყავით. Компьютером. Собрал. Не дал дагана хатраску. Чем созреть до сына бахчери? Или смеешь? Танец Кавказ. Ты сама лодом шегитит. Кавказ хумара перещёпи. თუ არა შეჭობია გოგოს ამოწრის მაშინ რატო 2014 წელს გაიხსნა უკვე ეს შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, უკვე ნამდვილად ფოთის თეატრის საბოლოო ნავსაყუდელი, რომელშიც აგრძელებს დღესაც იგივე წარმატებით მოღვაწეობას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თეატრს აქვს ძალიან დიდი ისტორია, რომელთაც ის ყოველთვის ამაყობს, იამაყებს და მეცდება, რომ რაღაცნაირად ახალი პროდუქცია შესთავაზოს თავის მაყურებელს, რომ ეს თავის პოპულარობა არ იყოს მხოლოდ წარსულში, არამედ იყოს მოქმედი ახლა აწმყოში და მომავალშიც, ასე ვთქვათ, მიაღწიოს იმ დაგეგმილ გეგმას, რომელიც მას აქვს.